გამარჯობათ. ეთერშია ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახური. დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ქარელის კულტურის ცენტრში 25 მაისს მოეწყო ზეიმი. 25 მაისს ქარელის კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება მოეწყო. ქარელებმა ტრადიციას უღალატეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მერაბ კოსტავას დაბადების 60 წლისთან დაკავშირებული ღონისძიება ერთი დღით ადრე აღნიშნეს. შეხვედრის დასაწყისში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიტყვით გამოუსვლელები. გაიხსენეს საქართველოს ისტორია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წლები და ის ადამიანები, ვისაც მიუძღვით წვლილი ამ დიდ საქმეში. შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მაყურებლის წინაშე ჩვეული ოსტატობით წარსდნენ მხატვრული თვითშემოქმედებითი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. სამწუხაროდ იმ დღეს ქარელის კულტურის ცენტრში დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო. ხალხი არ მოვიდა ღონისძიებაზე. დარბაზის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და განყოფილებების ხელმძღვანელობა შეავსეს. იქნებ ამიტომაც ჩატარდა იგი 25 მაისს. 26 მაისს დასვენების დღეს სამსახურის წარმომადგენლების მოყვანა ვერ მოხერხდებოდა და შეხვედრაც ჩაიშლებოდა. იმ დღეს ქარელის კულტურის ცენტრში ნიჭიერი ბავშვების მიერ შესრულებული მხატვრული ტილოები და სხვადასხვა ნამუშევრებიც გამოიფინენ. მალე ღონისძიებაც დამთავრდა და მცირე მაყურებელმა დარბაზიც დატოვა. გუშინ 25 მაისს ყველა სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეები ბოლო ზარს ზეიმობდნენ. 25 მაისს საქართველოს რესპუბლიკაში სასწავლო წელი დასრულდა. ამ დღეს ყველა სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა და ჩვეულებრივ სამეფო ღონისძიებებიც გაიმართა. ბრეთის მეურნეობის საშუალო სკოლისთვის ეს დღე სხვა მხრივაც განსაკუთრებული იყო. ქარელის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის მოწყორმა მამა ეფრემმა აკურთხა სკოლა. დაილოცა პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები. სკოლის კურთხევის შემდეგ ღონისძიება ჩატარდა. მე-11 კლასელებისთვის, რომლებიც სკოლა შორდებიან, ეს დღე სიხარული და ტკივილიც იყო სავსე. მიხარია, მაგრამ წლის იმიტომ რომ ბავშვობას ვეთხოვები უკვე თავისუფალი ცხოვრება უნდა დავიწყო. რა ვიცი, გასახარიც არის და საწყენიც არის რა. გასაგანია, იმიტომ რომ ბავშვობას ვეთხოვები. ძალიან უხელავ რა სკოლას რომ თვალ. წელს არც ახლა უღალატეს და სამახსოვრო წარწერებით აიჭრილეს მე-11 კლასელებმა თეთრი წინსაფრები და პერანგები. პედაგოგების მიმოწვის შემდეგ ბოლო ზარიც დაირეკა და მე-11 კლასელები საბოლოოდ მიუსვდნენ მერხებს. ეს ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი იყო კლასის ხელმძღვანელი მზეო ზურაბაშვილი, მე-11 კლასელებისთვის, მათი აწრებლებული პედაგოგებისთვის და მშობლებისთვის მთელი სიცოცხლე სამახსოვრო მოგონებად დარჩება. საგზაო პოლიციის თანამშრომლების მიერ ამ დღეს მოწყობილი გაძლიერებული რეიდებიც ბოლო ზარს უკავშირდებოდა. 25 მაისს გორის ქუჩებში პოლიციელთა უჩვეულო სიმრავლე შეინიშნებოდა. გაძლიერებული რეიდების მიზეზი ამჯერად გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იყვნენ. თუმცა პოლიციელები ამ დღეს გამონაკლის მაინც უშვებდნენ და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ ავტომანქანებს, რომლებსაც არასრულწლოვანები მართავდნენ ყოველგვარი ჯარიმის გარშემო, მშობლებს უბრუნებდნენ. ისიც რომ არ აქვს პირადობის მოპოვება და მშობლები აძლევენ მანქანებს და მიუსხლებიან საჭესთან. მიუხედავად ამისა, მაინც არა ჯარიმებს? ჯარიმა ეს ჩვენი პიროვნება ჩვენ მათ უგზავნებთ მანქანის ეროს და მას მშობლებს უბრუნებთ. მამას ან გამოვიძახებთ იმას, ვისაც აქვს მართვის მოპოვება და გადავცემთ მანქანას. ხიდისთავის საგზაო პოლიციის საგუშაგოზე იმ დღეს დაახლოებით 50 მანქანა დააკავეს, რომლებსაც არასრულწლოვანები მართავდნენ. ჩვენ მქონდა რამდენიმე შემთხვევა კი და გამოვიძახეთ მშობელი და უბრუნებთ მანქანა გადავეცეთ ყოველგვარი დაჯარიმების გარეშე. ეს დღეს განსაკუთრებულია? აუცილებლად. საგზაო პოლიციის თანამშრომლები იმ დღეს საკუთარ უჩვეულო იმობიერებას ბოლო ზარს უკავშირებდნენ. ჩვენ კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.